გამარჯობათ მეგობრებო, გავაგრძელოთ Kubernetes-ის საბაზისო ვიდეო კურსის თემები და ამ გაკვეთილში მე მინდა გაჩვენოთ თუ როგორ ავაწყოთ Kubernetes-ის კლასტერი ღრუბელში. მაგალითად გამოვიყენებ DigitalOcean-ის ღრუბელს, რეალურ Kubernetes-ის კლასტერს ავაწყობთ, არა სავარჯიშოს, ასე ვთქვათ. მართალია ეს უკვე თლათ უფასოდ არ გამოვა, გარკვეული თანხა შეიძლება დაგვიხარჯოს, მაგრამ მინიმალური თანხა. ყოველ შემთხვევაში კრიტიკული თანხა არ იქნება. ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ეს იგი ნახოთ, ააწყოთ დამოუკიდებლად ეს, ცოტა გადახდაც მოგვიწევს ამისთვის ვზაცნობთ. და პირველი რაც მე მინდა ესე გითხრათ არის რა ამბიჯები უნდა გავიაროთ, ხო? ანუ მოდით დავიწყოთ თავიდან, ხო? ჩვენ წინა გაკვეთილებზე ავაწყოთ გარკვეული მინი პროექტები, სავარჯიშო პროექტები, აი Nginx-ის და ჩვეულებრივი აპლიკაციის deployment-ი გავაკეთეთ, ხო? Netpanet-თან შემდეგ დავაკავშირეთ, load balancer ტიპის სერვისიც გავაკეთეთ, შიგნით cluster IP-ის ტიპის სერვისიც გავაკეთეთ და ასე შემდეგ. ამაზე მე აღარ ვისაუბრებ, ახლა ჩვენი ამოცანა ეს ყველაფერი არა სათამაშო mini cube-ის კლასტერზე განათავსოთ, არამედ რეალურ ღრუბელში, მაგალითად DigitalOcean-ზე. ან სხვაგანაც შეიძლება ამის გაკეთება, ანუ არ გეგონოთ რომ მხოლოდ ერთ ადგილას არის ამის რეალიზება შესაძლებელი. მე გაჩვენებთ მხოლოდ ამაზე. ესე იგი, პირველი რაც ჩვენ გვინდა და დავურეგისტრირდეთ DigitalOcean-ის აკაუნტი ავიღოთ, ასე ვთქვათ, და ჩვეულებრივ აი ესეთი DigitalOcean თუ დავძებნით, აი პირველი გვერდი და ყოველ შემთხვევაში რეგისტრაცია მარტივია, მანდვე გთხოვთ ეს სისტემას არეგისტრაციოდ ბარათს, შეგიძლიათ PayPal-იც მიაბათ, შეგიძლიათ ჩვეულებრივ პლასტიკური ან სხვანაირი ბარათი, ელექტრონული ბარათი, ყოველ შემთხვევაში მიბმასავალდებულა და შემდეგ იქნება აკაუნტი. მე მაგალითად PayPal-ი მივაბიდა $5 ჩამომაჭრა და დასვა ბალანსზე, როგორც მივხვდი, ყოველ შემთხვევაში ბალანსზე დამიჯდა PayPal-დან $5. ეს სხვა ბარათებზე არ ვიცი, სავარაუდოდ მანდაც $5 მოჭრის და დასვამს. დიდი თანხა არ არის, მოკლედ ამის თქვა, თუმცა ეს არის უბრალოდ სარეგისტრაციო ნაბიჯი, ხო? ამის შემდეგ ჩვენ ახლა რაღაცებს აქ ავაწყობთ და მანდ უკვე რესურსების გამოყენების და მიხედვით თუ რამდენს დაგვიწერს ეს რესურსი, შესაბამისად თვის ბოლოს გადასახადი ჩამოგვეჭრება. ჩვენ ისე ავაწყობ ახლა ამ საჩვენებელ მაგალითს, რომ მინიმალური თანხები დაგვიჭდეს და მალევე წავშლით ამას, რომ მართლაც დიდი თანხაზე არ გავდის. ფლატ ნული არ გამოვა, ანუ ის თქვა. პირველი რაც მე მინდა გავაკეთო, აქ ახალ პროექტს შევქმნი, პროექტს რა ვიცი დავარქვათ, KS test cluster. ან მოდით დავარქვათ real cluster. ხო, ესეთი Kubernetes real cluster. ჩვენ ამას რო ავაწყოთ, სრულ მთლიანად ინტერნეტის მასშტაბით იქნება ცნობადი გარკვეულ IP მისამართზე საუბარია იმ აპლიკაციებზე, რაც უკვე გავაკეთეთ. და I just trying out DigitalOcean. შეგიძლიათ სხვა რამე გაწეროთ აღწერაში, შეგიძლიათ სხვა სახელი დაარქვათ, აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს ამას, მიუთითეთ უბრალოდ ეს პუნქტები, შექმნით პროექტი. და აქ გვეკითხება რესურსების გადმოტანა თუ გჭირდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა არანაირი რესურსების გადმოტანა პირდაპირ აქ არ გვინდა, ამას ცოტა მოგვიანებით გამოვავრცობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ნაბიჯზე skip for now დავაჭიროთ და შექმნილია ერთგვარი პროექტი, რომელსაც მე ასე დავარქვი, თქვენ შეიძლება სხვანაირად დავარქვით. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც Kubernetes კლასტერი უკვე ჩაირთო, გაეშვა და არა, ეს უბრალოდ შექმნით პროექტი, რომელშიც გავუშვებ Kubernetes კლასტერს და თუ გვინდა ჩვენ ასეთი კლასტერის გაშვება, ეგ ჩამოსაშლაციაში უამრავი სხვადასხვა რამ არის, ბაზებიც, ფუნქციებიც, აი სხვადასხვა საინტერესო
კომპონენტები, ასე ვთქვათ, ну, ჩვენს შემთხვევაში გვაინტერესებს Kubernetes, აი აგერ არის, ვაჭერთ ამას და იწყება Kubernetes-ის კლასტერის შექმნის პროცედურა, ხო? აქ ჩვენ ну, საბოლოო ვერსია ავიღოთ, რომელიც არის ყოველ შემთხვევაში დავტოვოთ ეს მომენტი, რაც გვაინტერესებს აქედან არის, ესე იგი, data ცენტრების ნუსხა, ყველაზე უფრო ახლო, რა ვიცი, ალბათ ფრანკფურტი არის, სავარაუდოდ, შეიძლება ვცდები. ეს არის data ცენტრები მსოფლიოს მასშტაბით, სადაც განთავსდება ჩვენი Kubernetes კლასტერი, ყოველ შემთხვევაში, ну, მე ფრანკფურტს ავიღებ, გერმანიას, არ არის პრობლემა. VPC-ის ქსელური კომპონენტი დავტოვოთ როგორც არის, თუმცა შეიძლება მისი კონფიგურირებაც, ეს უკვე ცოტა სხვა რთულ თემებში გადაგვიყვანს ამ ეტაპზე. ეს ამას არ ვარჩევთ, დავტოვოთ როგორც არის default Frankfurt და VPC Virtual Private Cloud ეს ქვია, ну, გარკვეული ქსელური ინფრასტრუქტურა და ასეთი შიდა ღრუბელი ვიტყვით. თვითონ ნოდების full name-ი, ნოდები ანუ კვანძები, ჩვენ node-ზე ვისაუბრეთ უკვე რა არის, როგორ არის Minikube-ში. სავარჯიშო Minikube-ში ქონდა მხოლოდ ერთი node-ი, აქ შეიძლება მეტი გავაკეთოთ, რომ რეალურ კლასტერზე არის უკვე საუბარი. Machine type და შეგიძლიათ აქ ნებისმიერ სახელი ჩაწეროთ, მე დავტოვებ როგორც არის, არ აქვს ახლა ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ჩვენთვის. Basic-ო, აი აქ უშუალოდ რა მატარებელზე იქნება განთავსებული ჩვენი Kubernetes კლასტერი SSD-ზე, აქ კიდე არის პრემიუმი Intel-ის, პრემიუმი AMD-ის, არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ რაზე საუბარი. AMD Intel-ის შემთხვევაში რას გულისხმობს უფრო ღრმად, ну, თავისთავად გასაგები რა არის Intel-ი და AMD, მაგრამ დავტოვოთ რეგულარული SSD, ჩვენთვის ეს სავსებით საკმარისია ამ ჩვენს კონტექსტში და აქ ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთი პარამეტრი ავიღოთ, რომელიც აი პირდაპირ ვირტუალურ პროცესორზე მიგვიტითებს, საცავზე, რამდენი გიგაბაიტი საცავი იყოს, აი გაშვებულ node-ზე არის საუბარი, კვანტზე, ხო? ну, ჩვენ შემთხვევაში ახლა აი პირველი ალბათ მინიმალური, რაც არის ამ ნუსხაში, საკმარისი იქნება, ეს არის 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება 2 გიგაბაიტი, ერთი ვირტუალური პროცესორი, 50 გიგაბაიტი storage-ი საცავი. და აქ შეგვიძლია პრინციპში გავაკეთოთ ავტომასშტაბირებაც, ეს ახლა ცოტა ისევ და ისევ სხვა თემებზე გადადის, თუ არ გვეყო ამ node-ის რესურსები, ამ კვანძის რესურსები, ესე იგი გაივსო პოდებით და არ ყოფნის რესურსი, მაშინ ამ პუნქტის მონიშნით ჩვენ ვაძლევთ უფლებას გააკეთოს node-ის დონეზე, კვანძის დონეზე ავტომასშტაბირება. იყო 3, გახდება 5 დატვირთვის და მიხედით. თუ დატვირთვა მოიკლო, ისევ ჩამოვა 3-ზე, ანუ მაგრამ 3-იანს არ ჩამოწდება. ავტომასშტაბირებას გავთიშავ, ჩვენ არ გვინდა ბევრი ხარჯი ქონდეს, node source გავაკეთებ, ამიტომ და ერთი შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ერთი ქონდა უკვე ჩვენ Minikube-ში და ამიტომ მოდით 2 გავაკეთოთ და დავუკვირდეთ მინიმუმ 2 და გავაკეთოთ როგორ ესე იგი მოიქცევს, სად ვნახოთ და როგორ შევძრეთ ამ ნოდებში, ამას გავილით. თუმცა მეტიც შეგიძლიათ. ხა ეს თანხებზეა საუბარი, გარკვეული რაღაც შეზღუდვებიც არის, ახლა ამ ეტაპზე ეს არ არის აქტუალური ჩვენთვის. ორიანი და მონიშნეთ და წავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ამ add another pull node არ გვაინტერესებს ამ ეტაპზე. High availability ეს არის გადაზღვევა, ესე იგი რეგიონთა შორისო, ესეც შორს წაგვიყვანს ამის ახსნა, ну, ყოველ შემთხვევაში ორი სიტყვით რო ვთქვათ, ერთი რეგიონი, მაგალითად ფრანკფურტის data center რამე რომ მოვიდეს, სარეზერვო data center იგივე ამსტერდამში თუ სადაც გქონდათ, აი იქ მოხდეს გადართვა და ამით ესე იგი მაღალ წლომადობას ვინარჩუნეთ, ანუ ერთი data center-ის წყობიდან გამოსვლა არ დააზიანებს ჩვენს ბიზნეს სერვისს რაც არის. ჩვენ ამ ეტაპზე ესეც არ გვჭირდება, ბაზები არ გვაინტერესებს, ბაზა არ გვაქვს ჩვენს აპლიკაციაში. ესეც შეგვიძლია დავტოვოთ თვითონ Kubernetes კლასტერის დასახელება, როგორც ხვდებით, აქ პროექტი ავირჩიოთ უბრალოდ ის, რომელიც შევქმნით ცოტა ადრე. ხო, საბოლოო ჯამში თუ ჩვენ ამას გავუშვებთ, სულ ვამუშავებთ, თვის განმავლობაში დაგვიჯდება $24.
ესე იგი 4 ცენტი საათში. ნუ ასეთი პირობითი გამოთვლა გვაქვს. ჩვენ ახლა ამას კი გავუშვებთ, მაგრამ რომ ნახავთ რაც ჩვენ გვაინტერესებს, შემდეგ მე ამ ინფრასტრუქტურას ესე იგი destroy-ს გავუკეთებ, წავშლი და ნუ თანხა რომ არ დაიწეროს. თუმცა გარკვეული ცენტები მაინც დაიხარჯება. არ არის ესეც კრიტიკული. ამიტომ ამას რო გავაკეთებთ, არ დაგვავიწყდეს, ვინც შექმნით აი ამ ყველაფერს, არ დაგვავიწყოთ უბრალოდ მე ამის გამორთვა წაშლა, რომ თანხამ არ დაწეროს. როგორც აქ პრინციპია, როგორც აი დენის, წყალის, გაზის, ხო, არა, ამდენსაც გამოიყენებ, იმდენს ჩამოგაჭრია თვის ბოლოს. მოდით create cluster დავაჭიროთ. სტანდარტული default, ესე იგი default პუნქტები აბსოლუტურად გვაწყობს, რაც გავიარეთ. დაიწყო შექმნა Kubernetes კლასტერის და გარკვეული დრო დაჭირდება. აქ ქმნის pools node-ების, ხო? ტეგებს დაადებს, ხო, აი ტეგები დაადო. კიდევ, ნუ, აი აქ ახლა ეს პუნქტები ჩვენთვის არასაინტერესოა, თუმცა აი ბევრი სხვადასხვა პარამეტრი შეიძლება დაათვალიეროთ, და დამოუკიდებლად უკვე თუ სურვილი გექნებათ. მე გადავალ შემდეგ ნაბიჯზე, ესე იგი ჩვენ მოდით ახლა ვნახოთ თვითონ kubectl რა ვერსიის გვაქვს, ხო? აი ჩვენ kubectl-ზე ვისაუბრეთ, kubectl ხო მართავდით Kubernetes clusters, ხო და აი ჩვენ რაც დავაყენეთ და მე გითხარით რომ დამოუკიდებელი დააყენეთ მეთქი და არა ის რაც მოყვება minikubes, ხო, ადრე პირველ გაკვეთილებს და ზუსტად აი ეს მომენტი ახლა გამოგვადგება და kubectl-ის ვერსიას ვნახავ. ხო, უბრალოდ ჩვენ გვახსოვს ხო იქ მინორული ვერსია, სასურველია +-1 ნაბიჯში უნდა იყოს, ხო? kubectl version, ხო? 1.35. სავარაუდოდ ჩვენ ეს გვაწყობს, ეხლა მაგასაც შევამოწმებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძალიან აცდენა არ უნდა იყოს ვერსიებში, რათა მართვა მოხდეს. წინანდელ შემთხვევაში გადაყენება მოგვიწევს kubectl-ის ახალის დაინსტალირება მოგვიწევს ჩვენს მანქანაზე კომპიუტერზე. Kubernetes cluster-ი ჯერ კიდევ იქნება. სხვა ჩვენ რაც გვაინტერესებს, აქ კიდევ Kubernetes cluster-თან საკომუნიკაციო დაგვჭირდება doctl, არ ვიცი სწორად როგორ წარმოვთქვა. ეს თვითონ DigitalOcean-ისთვის, ასე ვთქვათ, და მის ინსტალაციას მე გეტყვით, ოღონ გეტყვით Windows ოპერაციული სისტემაზე, მოდით ნახოთ. doctl install. პირდაპირ დაგუგლოთ doctl, არ ვიცი, სწორად არ ვიცი როგორ გამოვთქვა. თქვენ რა ოპერაციულ სისტემაზეც მუშაობთ, შესაბამისად გამოიყენებთ იმ ინსტრუქციას, რაც წერია, აი macOS-ზე, Ubuntu-ზე, Linux-ზე, მაგალითად, ხო, სხვა Linux დისტრიბუტივებზე და Windows-ზეც არის, ეს Windows-ზე რაც არის, ნუ რამდენიმე პუნქტიანი მოქმედებაა საჭირო და აქ გავადიდებ ამას. აქ გვაძლევენ მზაბრძანებებს, რომელიც უნდა გავუშვათ PowerShell-ში, ხო? PowerShell-ში მე უკვე დაყენებული მაქვს ეს, მაგრამ მაინც გავილი ახლა ამ მომენტებს. მანამდე დავაკვირდეთ Kubernetes clusters, ჯერჯერობით შექმნის პროცესშია ისევ. აბა დავარეფრეშოთ. ცოტა დრო უჭირდება. ნამდვილად დრო უჭირდება. და სანამ ეს იქნება, შეიქმნა მე მგონი, უკვე შექმნილია, კი, აი, create Kubernetes cluster, ან გადახაზულია, უკვე შექმნილი გვაქვს და აი აქ ზუსტად ის მომენტი, რაზეც ვსაუბრობდი, ესე იგი doctl-ით საჭიროა კომუნიკაცია გავაკეთოთ ამ კლასტერთან ჩვენი მანქანიდან, ჩვენი კომპიუტერიდან. ანუ კომუნიკაცია უნდა შედგეს ჩვენი კომპიუტერიდან აი ამ კლასტერამდე. თორე ჩვენ კომპიუტერზე გვაქვს ჩვენ ეს deployment ფაილები, services ფაილები, თვითონ აპლიკაცია, რაც ავაწყვით, ხო, მაგრამ რაღაცნაირად ხო უნდა დაუკავშირდეთ ამ Kubernetes clusters, იმიტომ რომ ეს რაც აეწყო ჩვენს მანქანაზე არა და DigitalOcean-ის ფრანკფურტის დატა ცენტრში
შეიქმნა. ამიტომ რაღაც საკომუნიკაციო კონფიგურაცია გვჭირდება და აი ზუსტად აქ არის ეს საკომუნიკაციო ბრძანება, მაგრამ პირდაპირ არ გამოვა, ვინაიდან ეს doc.tl მოდით ასე დავთქვათ, დასაყენებელია კომპიუტერზე. რას ვაკეთებთ, ესე იგი, აქ პირდაპირ ჩვენ თუ დავწყაბავთ Kubernetes official client, ხო, თუ გადავალთ აი აქ ეს ამას დავანებოთ თავი, მე მგონი აი ეს არის ის ლინკი, რაზეც ვისაუბრე, ხო? ხო, აგერ არის ის ლინკი, რაზეც ვისაუბრე და აქ არის ზუსტად ის ინსტრუქცია იმ საიტზე, რასაც გაჩვენებთ. Mac-ისთვის, Linux-ისთვის და აგერ მაგალითად Windows-ისთვის. ხა რა გვინდა Windows-ში? Windows-ში ჩვენ უნდა მოვუძებნოთ PowerShell-ი. PowerShell-ი აგერ არის. მარჯვენა ღილაკით ადმინისტრატორის უფლებებით გავუშვათ ის. აი ესეთი პანჯარა გაიხსნება. ეს ერთჯერადი პროცედურა, ერთხელ დააყენებთ და მეტი არ დაგჭირდებათ. აქვე მე გადავალ users საკხალდეში და ჩემს user-ში. თქვენს user-ში გადადით, ხო? ანუ ეს ბრძანებები სავარაუდოდ უკვე იცით და გადასვლის პრობლემა არ არის. აქ უკვე ჩამოწერილი მაქვს მე ეს, მაგრამ მოდით გავიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ისევ გავადიდებ აქ კარგად რო ჩანდეს, რაზე საუბარი. ესე გადავდივართ C-დისკი users, თქვენი user-ის სახელი და მან ვაკოპირებთ უბრალოდ ამ ბრძანებებს. აი პირველი ბრძანება ჩამოწერს და იქნება ჩამოწერილი ამ ესე იგი საკხალდეში, სადაც ვართ, აი zip ფაილი აგერ არის პირდაპირ, მე უკვე ჩამოწერილი მაქვს. უბრალოდ დააკოპი პეისტეთ და გავუშვით, მეტი არაფერი საჭირო არ არის, აი ეს პირდაპირ ეს ბრძანება. შემდეგ მეორე ბრძანება ამ არქივს გამოარქივეს, ისე ვაკოპირებთ, ვაპეისტებთ ჩვეულებრივად აი აქ და ვუშვით, ხო? ანუ ჩამოწერილი არქივის გადმოარქივება ხდება და შემდეგ აი რამდენიმე ბრძანება აიღეთ პირველი ბრძანება, შემდეგ აი ეს მეორე ბრძანება, შეგიძლიათ ერთბაშათაც სადოთ გავუშვათ და აქ რაც თავარია, გავადიდებ კიდე რო ჩანდეს, ესე იგი აქ ამ გარკვეულ ოპერაციებს ასრულებს, ახლა ჩაღრმავება ამ ეტაპზე იმდენად საჭირო არ არის, ასევე ქმნის გლობალურ ცვლადს, რომელიც დაგვეხმარება ამ doc.tl-ის, მოკლედ doc.tl-ის, მოკლედ გაშვებაში. უბრალოდ უშვებთ ამ ბრძანებებს ადმინისტრატორის უფლებებით PowerShell-ში. საბოლოო ჯამში, როგორც კი მორჩებით ამ ყველა ოპერაციას, უკვე თქვენ მზად ხართ შეამოწმოთ ჯერ ერთი doc.tl version, გაუშვათ, აი დაინახოთ, რომ დააყენდა თქვენს სისტემაზე გარკვეული ვერსია, რომელიც დაგვეხმარება ამ Kubernetes კლასტერთან კომუნიკაციაში. ახლა ეს ყველაფერი გასაგებია, ხო? როგორ ხდება უშუალოდ კომუნიკაცია? ანუ ეს ბრძანებები სავალდებულოა აი პროგრამისტვის. შესაბამისი ოპერაციული სისტემის, ამიტომ ეს მოგიწევთ ამის გაკეთება, თუ ყურადღებით ჩააკოპი პეისტებთ და გააკეთებთ, არანაირი, შეფერხება არ უნდა გქონდეთ. შემდეგ, როგორც კი doc.tl-ის დაინსტალირება მორჩა, ჩვენ უკვე მზად ვართ, ვცადოთ, დაუკავშირდეთ ჩვენს Kubernetes კლასტერს. ის უკვე შეიცავს ჩვენი Kubernetes კლასტერის გარკვეულ ინფორმაციას, აი ეს სიმბოლოების კრებული რისკთან ერთად მანდედან მოდის, შეგვიმზადა Digital Ocean-მა, ვაკოპირებთ ამ ბრძანებას და მოდით ვცადოთ მისი გაშვება. ის პირდაპირ არ იმუშავებს ახლა ერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ აუთენტიფიკაცია უნდა გავიაროთ, მაგრამ მოდით ვნახოთ. ესე იგი doc.tl გვაქვს version აგერ ბატონო, კი არის და მე ახლა ვეცდები ამ ბრძანების გაშვებას. კიდევ ერთხელ არ დააკოპირა ეთყობა სისტემა. აი გავუშვათ და აი გეუბნება რომ უნდა გაიარო API კლიენტთან, ისე იგი ავტორიზაცია არის გასავლელი, ან ტოკენი არის საჭირო და მოდით ახლა ეს მომენტიც გავაკეთებ პირდაპირ, ანუ ასე ხელათვე არ გამოვა ეს ამბავი. რა არის საჭირო? საჭირო არის API-ის შექმნა და ამას ჩვენ გავაკეთებთ აგერ არის API ქვემოთ.
შევედით ამ განყოფილებაში, ანუ კიდევ ერთხელ მარცხნივ მენიუში ჩამოსკროლეთ API და აგერ არის ამ გასაღებების მართვის სისტემა, მოდით ასე დავვრქვთ ამ სერვისს. დავაგენერიროთ რაღაც გასაღები. რამეს დავარქვე? Real cluster, ხო, თქვათ. და cluster, ხო? შემდეგ, 30 დღის ფარგლებში იყოს ის აქტუალური, ვთქვათ. იყოს full access, ამ შემთხვევაში სავარჯიშოთ ის საკმარისია. დანარჩენი პუნქტები, რა ვიცი, გააჩნია ხა როგორი გასაღები ზოგისთვის, შეიძლება კითხვადი რეჟიმი გვინდა მხოლოდ ის გვაწყობს ზოგისთვის full სრული, ეს ცოტა სახიფად ხო უსაფრთხოების გადმოსახედიდან, მაგრამ ჩვენთვის ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, დავაგენირე ეს გასაღები. კი ბატონო და აგერ არის ეს ტოკენი, ამას მე წავშლის შემდეგ თქვენც რო არ ეცადოთ ამ გასაღებზე. ამ გასაღების გამოყენებას ჩემი იუზერით. მაგრამ ეს დასამალია, ანუ ამის თქვა მინდა რომ ეს ყველამ არ უნდა იცოდეს ასეთი ტოკენები და რას ვიზამე ახლა ესე იგი ამას დავაკოპირებ, გადმოვედი ჩვენს ტერმინალში, სადაც არის და გავუშვებ ბრძანებას, რომელშიც doctl დაგვეხმარება. doctl აუთენტიფიკაცია init გავუშვათ და აი აქ თხოვს იმ ტოკენს, რომელიც დამიგენერირდა, ხო? კიდევ ერთხელ copy, გადმოვედით აქ, shift insert-ით ჩავსვი ეს ტოკენი, აი. ჩაისვა, დავაჭირეთ enter-ს და ახლა მოხდება ჩემი კომპიუტერიდან ესე დამტკიცებული, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია ამ ფრანკფურტში განთავსებულ Kubernetes კლასტერთან, ხო? მოკლედ კომუნიკაცია შედგა, აი validating token და ყველაფერი რიგზეა ტოკენმა იმუშავა. რა გვინდა კიდევ, ხო? ეს ეტაპები როგორც გავლილია, ჩვენ მზად ვართ უკვე ამის შემდეგ გავუშვათ აი ეს ბრძანება, რომელიც ესე იგი ჩვენს პირდაპირ დააკავშირებს უკვე Kubernetes შექმნილ Kubernetes clusters doctl-ის გავლით, ესე იგი გვექნება პირდაპირ მართვის საშუალება, ხო, ეს ბრძანება ფაქტიურად თვითონ ის ტოკენები რაც ხო საჭირო, ჩვენ აუთენტიფიკაციას გავდიოდით მაგით, მაგრამ ახლა უკვე უშუალოდ კლასტერი ჩაიმატა და ამ კლასტერს ახლა ჩვენ მართავთ, აი ამის თქვა მინდა, ხო. კი ბატონო, გაიშვა ყველაფერი რიგზია თითქოს, აი notice ესეთი რაღაც თუ გამოჩნდა ყველაფერი რიგზია, ეს კონფიგურაცია თვითონ ამ კლასტერის შეინახა ამადამ მისამარზე, თქვენს დააგვერდით, თქვენს users, თქვენს ოპერაციულ სისტემაში, ჩვენ მზად ვართ უკვე, კომუნიკაცია გვაქვს, თან დაცული კომუნიკაცია გვაქვს ტოკენით, ყველაფერი რიგზია ამ ხრივ, ჩვენ მზად ვართ უკვე გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე და შემდეგი ნაბიჯი იქნება მე უკან ამ პანჯრებს დავხურავ. შემდეგი ნაბიჯი აქ შეგვიძლია გავაკეთოთ continue, ხო? აი connecting გავიარეთ, შექმნა თავის არის და verify, ხო? ანუ შეამოწმეთო ახლა მაგალითად თქვენი როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი, ხო? მოდით შევამოწმოთ, შეგვიძლია კლასტერის ინფორმაცია ავიღოთ, მოდით ეს ავიღოთ, kubectl cluster info. და აქ საუბარია უკვე არა minikube-ზე, დააკვირდით, მე საერთოდ არც მაქვს გაშვებული docker desktop-ი, minikube-ი, ხო, მასში ჩაშენებული რაც იყო, ლოკალურად რაც ქონდა, არ მაქვს გაშვებული, არამედ აი ამ ფრანკფურტის Kubernetes ინფრასტრუქტურასთან ურთიერთობ. ჩემი კომპიუტერიდან, ხო? და მოდით გავუშვათ შემოწმებელი ერთგვარი ესეთი ბრძანება kubectl cluster info და აი მაგალითად ყველაფერი რიგზია, აი ამ მისამართზე არის, ხო? გლობალურად ამ მისამართზე არის გაშვებული ჩვენი კლასტერი და მოდით შეგვიძლია ვნახოთ კიდევაც პირდაპირ არაფერ საინტერესოს არ ვნახავთ, ხო? კიდევ ერთხელ დავაკოპირებ. ხო და აი აქ
proceed, ხო? აი მაგალითად გამოჩნდა გარკვეული ინფორმაცია, ჩვენ აქ ავტვირთავთ ჩვენს აწყობილ აპლიკაციას, ხო, რა, Flask-ზე რასაც ვაკეთებთ. თავისუფლად კიდევ არის Core DNS სერვისი გაშვებული და ასე შემდეგ. ამას თავარია კომუნიკაცია გვაქვს, თავარია მუშაობს და გარკვეული ბრძანებები ეშვება. ნუ გარდა ამ ესე იგი, გარდა cluster info ბრძანების გარდა შეგიძლიათ სხვა რაღაცებიც ნახოთ, აი kubectl version შეგიძლიათ ნახოთ. სწორად დააკოპირეთ, აი კოპერიდან გამეპარა რაღაც ნაგავი და ნუ მოკლედ ყოველ შემთხვევაში აი შეხედეთ სერვერის ვერსია, მინორული ვერსია არის 32, ჩემი 30-ია, მე მგონი 2 ნაბიჯში შესაძლებელია, როგორც მახსოვს, უფრო მეტი თუ არის დაშორება კლიენტის ვერსიასა და სერვერის ვერსიას შორის, მაშინ უკვე გადაინსტალირება განახლება საჭირო. ჩვენთვის საკმარისი უნდა იყოს. ახლა თქვენთან შეამოწმოთ. ახლა მე თუ ამ სერვერზე, რეალურ სერვერზეა საუბარი, ინტერნეტში არის ის განთავსებული Kubernetes კლასტერი. მე თუ ამ კლასტერში დავიწყებ სხვადასხვა ოპერაციების ნახვას, kubectl get deploy, აი deployment-ები თუ გაქვს, ვეკითხები, არ მაქვსო. ნუ ლოგიკურია, get svc სერვისები თუ გაქვს, სერვისი, სისტემური სერვისია Kubernetes-ი, რომელიც მოყვება. ჩვენი სერვისები არც ერთი არ არის. kubectl get nodes ნოდები რა არის? 2 ნოდი, აი ეს კრიტიკული მომენტია ხა ჩვენთვის, იმიტომ რომ აი minikube-ში მე ვისაუბრე, ხო, იქ ერთი ნოდია სავარჯიშო, აქ უკვე 2 ნოდზე არის ლაპარაკი და ეს 2 ნოდი, ამ 2 ნოდს ჩვენ სხვადასხვა მხრიდან განვიხილავთ ცოტა ხანში, ყოველ შემთხვევაში აი 2-ის გარდა მეტიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ ნუ ფასთან იქნება უკვე დააკავშირებული, ხო, რაც მეტი, მით უფრო ძვირი იქნება ეს ყველაფერი. რა გვინდა კიდევ, ხო? აი მაგალითად describe, შევიდეთ ერთ-ერთ ნოდში, მოვნიშნე ნოდი kubectl describe და ერთ-ერთ ნოდში შევედი, kubectl describe node, მე node დამავიწყდა, describe node, სიტყვა node დამავიწყდა, სიტყვა node არ უნდა დაგვავიწყდეს, ხო, სწორად დავწეროთ ბრძანება და ნუ მოკლედ აგერ არის ეს node ერთ-ერთი, რომელსაც სხვათა შორის აი აქ უნდა გქონდეს გარე IP მისამართი, შეხედეთ. ეს არ არის ლოკალური მისამართი, ეს არის გარე IP, public მისამართი და მეორეს თავისი მისამართი იქნება. მოდით კიდევ ერთხელ ვნახოთ. ესე იგი, პირველს ქონდა ესეთი 46.101 რაც არის, ხოლო მეორე ნოდს რო ვნახოთ, რა მისამართზე არის ის, მას სხვა გარე მისამართი იქნება, public მისამართი იქნება. kubectl get describe node და მეორე node-ში ვნახოთ, აბა რა მისამართი მიანიჭა მას. აი 64-ით იწყება, ხედავთ. შიდა მისამართები, შიდა ქსელის ეს არის, თუ ესენი სავარაუდოდ ერთ ქსელში იქნებიან 10.114.02, ხოლო მეორე 10.114.03 შიდა ქსელი ერთია, ყოველ შემთხვევაში, მაგრამ გარე IP მისამართები სხვადასხვა. ამას თვითონ DigitalOcean-ი აგვარებს და ანიჭებს ამ ნოდებს, ამ მისამართებს. გავაგრძელოთ. ეს მომენტი ნახეთ, კიდევ namespace-ებით შეგვიძლია ვნახოთ, ჩვენ ვისაუბრეთ საწყის გაკვეთილებზე, რომ namespace-ების თემაც არსებობს. პოდებს რაც ეხება, პოდები ახლა არ უნდა გქონდეს, მაგრამ namespace-ები უნდა გქონდეს. Get namespaces. არის default namespace-ი, არის public system node list და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში გადაიმეორეთ namespace-ები რა არის თუ აღარ გახსოვთ. namespace-ებში სხვათა შორის არის უკვე პოდები გაშვებული, სისტემურ პოდებზეა საუბარი, იგივე kube systems თუ ავიღეთ, მოდით უწევთ მაგალითი, ვნახოთ. kubectl get pods namespace და cube system. აი აქ უნდა იყოს ბევრი პოდი გაშვებული, ნუ აი როგორც ხედავთ, მართლაც ეს სისტემური პოდებია თვითონ Kubernetes სისტემისთვის, ხო, არა ჩვენი პოდები. კი ბატონო, ესეც ქონდა გავლილი, ჩვენ რა გვაინტერესებს ახლა აქ მუშაობს, ხო, ესე იგი kubectl-ით კომუნიკაცია შედგა,
გარე Kubernetes cluster-თან, რეალურ Kubernetes cluster-თან ძალიან კარგი. დავაჭიროთ continuous, დავაჭიროთ great time done, ხო? მეტი აქ პრინციპში არაფერი გვესაქმება. ქვემოთ თუ დავაკვირდებით, დავინახავთ კონფიგურაციის მონაცემებს, ხო? აი ჩვენ რეალური Kubernetes cluster-ის 2 ვირტუალური CPU 4 გიგა RAM-ი, ხო, 100 გიგაბაიტი, ხო? ეს თითო node-ზე არის საუბარი, ანუ თითო node-ი გავყოთ 2-ზე ფაქტიურად, რასაც ხედავთ. და ესეთი პულია 2 node-ია გაშვებული, აქ შეგვიძლია დავათვალიეროთ ეს პული, აგერ არის 2 node-ი 19 წუთის წინ დაიქოქა, ასე ვთქვათ, და თავისი სახელებიც აქვს ამ node-ებს, ხო? რა არის კიდე აქ საინტერესო ქსელების მონაცემები, აი ხედავთ ქსელებს, ფასი, თვიური, ხო, სულ კონდეს გაშვებული და მეტი პრინციპში აქ ისეთი საინტერესო არაფერი. აი Kubernetes-ის ესე იგი სერვერი ხედავთ, აქ ეს საყურადღებოა, იმიტომ რომ kubectl-ით მართვა რომ შეგვეძლოს, თავარია ძალიან outdated დამოწოლებული ვერსია არ გვეყენოს, ხო? ნუ ამაზეც მქონდა შესაბამის გაკვეთილებზე საუბარი. ახლა ჩვენ ეს კი გავუშვით, მაგრამ ჩვენი აპლიკაცია აქ საერთოდ არსად არ ფიგურირებს. Flask-ის აპლიკაციაზეა საუბარი, რომელიც წინა გაკვეთილებში ავაწყვეთ. და შეგვიძლია ვნახოთ აქ სხვა შორის მოგვიანებითაც შეიძლება დამატება მეორე რეგიონის, ხო, მდგრადობის გაზრდა, ასე ვთქვათ, ჩვენი სისტემის. ეს დიდი თემაა და მნიშვნელოვანი თემა ღრუბლოვან ტექნოლოგიებში, ღრუბლოვან სერვისებში. ხო, რა ვიცი, კიდე აქ dashboard-იც მახსოვს, რომ ქონდათ სადღაც Kubernetes-ის dashboard-ი, მაგრამ უცებ არ ხდება თვალში. უცებ თვალში არ ხდება და, ნუ, რა ვიცი, პრინციპში თუ სადმე მოხდა, კი გაჩვენებთ. Dashboard-ი თვითონ Kubernetes-ი რომელსაც ქმნის. ჩვენთვის არა აქტუალურია, ხე, ეს არასაინტერესოა. ახლა გადავიდეთ ჩვენს პროექტში, ლოკალურად რომელიც გვაქვს და დავიწყოთ deployment-ი. ხო, გვაქვს 1000 deployment ფაილები. შეგახსენეთ, რომ ჩვენ გქონდა პროექტი, აი Flask Nginx project. წინა პროექტი რაც გქონდა, იმიტომ რომ თავიდან ერთი მარტივი პროექტი შექმნა. ახლა Flask Nginx project, ხო? მასში დავბილდეთ Docker ფაილით შექმნით, აი ესეთი რაღაცები გავაკეთეთ, ორი სერვისი ავაწყოთ. და ეს ყველაფერი იყო აი ამ ორ YAML ფაილში Flask Nginx-ი. ნუ აღარ განმეორდები, ჩვენ გქონდა ამაზე უკვე საუბარი. რეპლიკები შეიძლება შევამციროთ კიდევაც, ნამეტანია 7, დანარჩენს პორტებს დავანებებ თავს. აქ შეიძლება მეხსიერება არ გვეყოს node-ში, ამიტომ ამის შეკვეცა მოგვიწევს, ნახავთ. და მეორე უბრალოდ Nginx სერვისი რომელიც იყო, აქაც შეკვეცა მოგვიწევს სავარაუდოდ და რეპლიკების რაოდენობას დავაგდებ, ცოტა დავაპატარავთ, ხო? რაც შეეხება თვითონ აპლიკაციას, ქონდა ამ მისამართზე წტომა, ქონდა ძირითადი მისამართი რუტით, ქონდა კიდე რა World of Matters-ი გავაკეთეთ, ხო? მივაკითხოთ ყველა ამ მისამართს, მოდით ამას დავტოვებ ჩართულს და გადავიდეთ პირდაპირ და გავუშვათ ეს ყველაფერი. ხა მე ეს მაქვს desktop-ზე on ქვია K8S project. აი ეს მანდ. და აი აქ არის აი ეს YAML ფაილები, აი ეს გვინდა და Nginx YAML-ი გვინდა. მანდვე შეგახსენებთ, რომ Flask Nginx YAML-ში არის ქვევით სერვისის განსაზღვრება, ესეც დავამუღამეთ, თუ როგორ გავკეთებინა. და აქაც ხო, ორივეს აქ Nginx აქ უბრალოდ default სერვისი, ხოლო Flask Nginx manifests აქვს load balancer ტიპის, რომელიც გარე IP-ს ქმნის. მოდით ეხლა რას გავაკეთებ? მე აქ რეპლიკები რო დავტოვოთ 2, ბევრია 7, არ გვინდა. Nginx-შიც იყოს 2. რაც შეეხება აი პროცესორს, მე სავარაუდოდ მოკლება მომიწევს, მაგრამ შევამოწმოთ. გადავედით ახლა და გავუშვათ ჩვეულებრივ როგორც ვაკეთებთ. ახლა უკვე minikube-თან კი არ ვმუშაობთ, არამედ რეალურ სერვერთან გარეთ გვაქვს კომუნიკაცია. kubectl apply
ბევრი p მომიწია f-ი ხო file ანუ შემდეგ flask nginx.yaml შეიძლება a-ის გარეშეც კონდა ამაზე საუბარი მე და კიდევ მეორე ფაილი nginx.yam აი ეს მგონი არაფერი არ გამორჩა გავუშვათ და წესით და რიგით აი და დაიწყოს ჩვენმა რეალურმა Kubernetes კლასტერმა ამ სერვისების deployment-ი ხო და პოდების deployment-ი, ჩვეულებრივი deployment-ი ხო და ასე შემდეგ. ხოდით ვნახოთ რა სიტუაცია. kubectl get pods და აი ვხედავთ pending ერთი უკვე გაშვებულია nginx-ის podi მეორეც გაეშვა დანარჩენი pending გვიჩვენებს ცოტა დრო შეიძლება დაჭირდეს ან რესურსის უკმარისობაც შეიძლება იყოს სავარაუდოდ რესურსის უკმარისობა უკვე flask-ისთვის და nginx-ის ორი podისთვის nginx-ის ორი podისთვის აი ხედავთ ვერ ქმნის რატო ვერ ქმნის იმიტომ რომ node-ი სადაც ეს podebია განთავსებული ნუ არ ყოფნის რესურსი ვინაიდან მინიმალურები ავიღე მე იქ და შევამოწმოთ kubectl describe pod და მოდით რას გვეუნება ლოგები მათ აი ჩავიხედოთ შეგნით ხო ოღონდ რატომაც არ დააკოპირა კიდევ ერთხელ აი და ჩავიხედოთ პოჩი აი did not trigger scale or not are available insufficient CPU ხედავთ აი პირდაპირ ქვევით event-ების განყოფილებაში პირდაპირ warning-ი ხო file scheduling ორი node-ია available ანუ წლომადი და არასაკმარისი CPU გვაქვს ხო და დასაგდებია ეს მონაცემები კი ბატონო დავაგდებთ ახლა ამას ჩვენ მაგრამ მანამდე რა მინდა მე მანამდე ესე იგი პირდაპირ წავშალოთ ისინი ახლა პირველი გაშვება არ გამოვიდა, ნუ განზრახ გავაკეთე რომ გესმოდეთ, სად არის, სად წავიკითხოთ პრობლემის შესახებ, პირველი რასაც უნდა მივადგეთ, kubectl delete all. ნუ ეს წაშლის ყველა სერვის, ყველა deployments, ყველა pods. კი ბატონო, გვაწყობს, წაიშალოს. ახლა სუბთა იქნება რეალურ სერვერზეა საუბარი, get pods, არაფერი არ იქნება. kubectl podში რეალურ სერვერზეა საუბარი, რესურსები აღარ არის და ცოტა რომ დავაკლოთ, ესე იგი nginx-ი მოდით 2 ცალი იყოს. აქ 2 ცალი იყოს, ოღონ 500 ნამეტანია და იყოს 128 ვთქვათ. აქ 128 მეგაბაიტს დავტოვებდი. და აქაც nginx-ისთვის 128 მოდით ასე ვცადოთ ასეთი კონფიგურაცია რამდენად გვეყოფა რესურსი ასეთი კონფიგურაციისთვის კიდევ ერთხელ გავუშვათ წინა ბრძანება აი apply გავუშვათ და დავაკვირდეთ რა სიტუაცია ამ შემთხვევაში kubectl get deployment შეგვიძლია ასევე ვნახოთ რა deployment-ები არის აი ორი deployment-ია გაშვებული, უკვე პრინციპში მე მგონი ორივე available. აი podები ვნახოთ, აბა. kubectl get pods. running გაეშვა, მშვენიერია, ანუ რესურსების გვეყო ასეთი კონფიგურაციით და უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ზოგ შემთხვევაში აი მიდიხართ იმ ლოგებში, describe-ში, რაც გავაკეთე, წავიკითხე და დავrწმუნდი, რომ რესურსის დეფიციტის პრობლემა იყო და დავაკელი მოთხოვნას თითეულ კონტეინერს საბოლოო ჯამში, თითეულ pod. ნუ გარდა ამისა, თქვენ თუ მუშაობთ მაგალითად MacBook-ებზე, ხო? და MacBook-ებზე დაბილდეთ თქვენი აპლიკაცია, შეიძლება შეგექმნათ კიდევ სხვა პრობლემა. და ეს პრობლემა დაკავშირებულია არქიტექტურასთან, ხო? თუ ესე იგი თქვენ დაბილდული გაქვთ M1, M2, M3 პროცესორებზე, ხო? Mac-ის რაც არის, ხო? აქ მაშინ build-ის დროს Docker ფაილში უნდა გადაბილდოთ, პლატფორმა უნდა შეცვალოთ პლატფორმ, უნდა მივთითოთ აშკარად Linux
AMD 64. აი აშკარად უნდა მივთითოთ პლატფორმა თუ სად ბილდავთ. მე ვინაიდან M ტიპის პროცესორებზე არ ვაკეთებდი ამას, AMD-ის პროცესორი მაქვს ავტომატურად მოხდა სწორი პლატფორმით დაბილდვა, ну სწორი Kubernetes-ის გადმოსახედიდან სწორს ვიძახი. ხო და აი ეს მომენტი არ დაგავიწყდეთ, თუ შეგექმნათ პრობლემა, აი თქვა რესურსები ყოფნით, მაგრამ მაინც რაღაც ერურით შეცდომით სრულდება პოდის ჩართვა, ხო, გაშვება, ვერ ეშვება. ამიტომ თუ მაგზე მუშაობთ ახალი პროცესორებით, M ტიპის პროცესორები, M1, M2, M3-იც, მე მგონი M4-იც და აი აქ გაწერთ build-ისას Docker file-ში, რა პლატფორმისთვის მოხდეს ეს build-ის. ასეთი მომენტიც არსებობს. კარგი, ჩვენ შემთხვევაში ახლა მე სადაც ბილდავდი, ეს პრობლემა არ დგას, AMD Intel-ის პროცესორებზეც ესეთ არიქით არ უნდა იყოს ეს პრობლემა. და კიდევ რა გვინდა? მეტი პრინციპში არც არაფერი, რა თქმა უნდა, რომ დაბილდავთ ამას, ისევ და ისევ M ტიპის პროცესორებზე თუ ასაუბართ, თუ როდესაც დაბილდავთ ამას, არ დაგავიწყდეთ, ატვირთოთ Docker Hub-ზე. ხო, Docker Hub-ზე იმიჯი თუ არ იქნება, ვერაფერი გაეშვება, ხო? თქვენთან თუ დაბილდეთ ლოკალურად, ეს რეალური Kubernetes კლასტერი თქვენს კომპიუტერში ლოკალურად ვერ შემოძრება იმ ყალიბის იმიჯის ასაღებად, რომ გაუშვას პოდები. ამიტომ build-ის მერე არ გვავიწყდება Docker Hub-ზე თუ ან სხვა რეპოზიტორიში, სხვა რეგისტრში, იმიჯების რეგისტრში ატვირთვა და შემდეგ უკვე ისევ შეგვიძლია ვცადოთ გაშვება ამ deployment-ების, ხო? ასევე მე აქ არ მიჩვენებია, ესე იგი kubectl get deployment ნახეთ, ორი deployment-ი გვაქვს, საიდანაც შევამზადებთ. kubectl get svc, ანუ სერვისები აგერ არის ბატონო. ერთი არის სისტემური Kubernetes, ერთი არის ჩვენი და ორი არის უბრალოდ ჩვენი აგერ. და ესე იგი დავაკვირდეთ ახლა საყურადღებო მომენტია. ჩვენ ორი სერვისი როდესაც შევქმნით, პირველი სერვისი Nginx იყო შიდა თუ გახსოვთ, ხო? გაიხსენეთ წინა გაკვეთილი და მას ჰქონდა cluster IP ტიპის სერვისი, ასე ვთქვათ, ხო? შესაბამისად, მას არ უნდა ქონოდა გარე მისამართი, ის შიდა არის. ხოლო ამ Nginx სერვისზე ჩვენ გადავდიოდით გარე სერვისით. გარე სერვისი ამ ბჭყალებში გარე. ამ შემთხვევაში არის Flask Nginx აპლიკაცია, რომელიც შევქმნით, რომელიც load balancer ტიპის სერვისია და როგორც შიდა მისამართი, ასევე გარე მისამართი აქვს. ესე გლობალურად წტომადი IP მისამართია. შესაბამისად, ჩვენ თუ ახლა ბრაუზერით მივაკითხავთ ამ მისამართს ინტერნეტში, ის იქნება წტომადი, არა მარტო ლოკალურად, არა მარტო minikube-ში, ხო, აქ ადრესს ვაკეთებთ. ეს გარე მისამართი თვითონ DigitalOcean-ი გვაძლევს ამას ავტომატურად. ეგრევე შეიძლება მყისიერად არ მიენიჭოს, ცოტა დრო უნდა. მაგრამ ადრე თუ გიან გვაძლევს, თუმცა ხელითაც შეიძლება ამის დაკონფიგურირება, თუ დაგჭირდებათ, გარკვეული ინსტრუქციების გავლის შემდეგ. მოდით ახლა შევამოწმოთ. მე გადავალ პირდაპირ ამ მისამართზე ჩემი ბრაუზერით. მოვედი აქ, გავუშვი და აქ უნდა გამცეს ერთ-ერთმა პოდმა პასუხი. ოღონ მე მგონი პორტის მჭირდება, მე პორტი დამავიწყდა. პორტის მითითება საჭიროა და ეს პორტი არის 5000, ხო, 4-5-იანი, მოდით ვნახოთ პორტის მითითებით. გავუშვათ, მივაკითხოთ, აი ეს აგერ არის ბატონო. ის აპლიკაცია რაც ჩვენ ავაწყოთ, ოღონ რეალურ კლასტერზე ინტერნეტში, ხო? რეალურ IP მისამართზე. ნუ შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნება დომეინის ყიდვა, ამ ალიასის გაკეთება და პირდაპირ იქნებათ რაღაც საიტის სახელი, უხეშად რო თქვა და გარკვეული შეიძლება პორტიც დეფოლტი გააკეთოთ, ეგეც არ არის პრობლემა. თუმცა აქ მარტო ეს load balancer ტიპის სერვისი კი არ არის წვომადი, არამედ შიდა Nginx ტიპის სერვისიც მასაც შეგვიძლია მივაკითხოთ Nginx თუ დავწერთ და შეგახსენებთ ჩვენ აპლიკაციაში გავაკეთეთ ისე, რომ აი მიმართავს შიდა ქსელით, Kubernetes-ის შიდა ქსელზე საუბარი ახლა ამ დამალულ cluster IP ტიპის სერვისს.
დავაჭიროთ და აგერ არის ბატონო მეორე აპლიკაციამ ასე დავარქვათ, სერვისმა გაგვცა პასუხი, რომელიც პირდაპირ წლომით არ არის ინტერნეტში, არამედ საჭიროა გავლა Flask Nginx აპლიკაციის. ნუ ამ არქიტექტურაზე მე მქონდა უკვე საუბარი. გარდა ამისა, ჩვენ მანდ გვქონდა Worldometer, თუ არ ვცდები. ესე იგი ვცდები, Worldometers ესით. კი ბატონო. გავუშვათ. და აგერ იმ საიტის, რაზეც ვისაუბრე, გარკვეული რაღაც პარსინგივით გააკეთა, უბრალოდ ინფორმაცია დაარეკვესტა და წამოიღო. აქ შეიძლება ახლა შეიძლება კი არა დამუშავება ჭირდება გარკვეული ინფორმაციის სუფთად ამოღებას, მაგრამ მუშაობს ეს რაც თავარია, მუშაობს, რეალურად მუშაობს ინტერნეტში, რეალურ მისამართზე, რეალურ Kubernetes კლასტერზე. კიდევ ჩვენ რა გვინდა, ესე იგი აქ მეტი ესეთი არც არაფერი, რაც შეიძლება, სხვათა შორის ახლა ჩვენ რო შევქმენით ბალანსერ ტიპის სერვისი, ხო? აი სადა load balancer ტიპის სერვისი, ეს აისახებოდა აქ, მოდი დავარეფრეშოთ, ვნახოთ კონფიგურაციაში რა სიტუაცია გვაქვს. აბა ჩამოვშალოთ აქ პირდაპირ არ ჩანს რესურსები რო ვნახოთ. აი ბალანსერი, ხედავთ load balancers. ეს ესე იგი ჩვენ იქ გავწერეთ YAML ფაილში და აგერ არის ბატონო შეგვიქნა ბალანსერი, ესე იგი დატვირთვის გამნაწილებელი დავარქვათ ქართულად, თუ გინდათ არ უნდა. და ამ ბალანსერში თუ შევალ და აგერ ბატონო ამისამართებს ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს, ხან ერთ ფულში, ხან მეორე ფულში, რომელთაც თავთავიანთი მისამართები აქვს. ეს description-ში მე გააჩვენეთ ეს. საუბარია აი ნოუდებზე, ხო, კვანძებზე. მაგრამ უნდა გვესმოდეს, ეს კვანძები, ეს ნოუდები ფლობენ public მისამართებს, სხვადასხვა მისამართია, თუმცა საერთო წერტილი საითკენაც ტრაფიკი ამათკენ მიდის, არის ერთი, აგერ არის, რომელსაც ცალკე IP მისამართია. ეს არის ბალანსერის ტიპის სერვისის IP მისამართი, აი ამის. load balancer. აგერ არის ბატონო და ნუ აი ეს ის მისამართია, სადაც ახლა ვაკითხავდით ჩვენს აპლიკაციას. ამიტომ ესეც ვიზუალურად ჩანს და ვიზუალურად თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ეს ყველაფერი, როგორ მუშაობს. რა ვიცი, მეტი ალბათ აქ ჩვენ არც არაფერი გვაინტერესებს. მე ახლა სულთად ჯერთი გავთიშავ ყველა ამ რესურს, ხო, იმიტომ რომ არ მინდა დაიწეროს, ეს ხდება ისე delete all და all tag-ით, kubectl delete all და all tag-ით წაშლის ყველაფერს ამას, მაგრამ ეს წაშლის deployment-ებს, სერვისებს და podებს, ეს არ წაშლის თვითონ Kubernetes cluster-ს, ანუ ეს არ დაგავიწყოთ. Kubernetes cluster-ი არის მოედანი და მოედანზე deployment-ები გვაქვს, სერვისები გვაქვს, podები გვაქვს და აი ზუსტად ეს podები, სერვისები, deployment-ები მოუშალეთ ასე delete-ით, ხოლო Kubernetes cluster-ი ცალკე ხელით არის მოსაშლელი, რასაც ახლა გავაკეთებ მე. აი შეხედეთ, ბალანსერებიც უკვე აღარ არის. აქ გადავალ მე ახლა ჩემს პროექტში და პრინციპში მე შემიძლია პირდაპირ პროექტით წავშალო, აი პროექტების განყოფილებაში settings delete project delete real cluster და დაიწყება მე მგონი კლასტერი მაქვს ჯერ წასაშლელი და ამ კლასტერს მივხედავთ. აგერ არის კლასტერი, აი, destroy, ჯერ კლასტერი უნდა წავშალო და მერე პროექტი, რა თქმა უნდა. ესე იგი კლასტერი ქვევით ვიპოვეთ, დავაჭირეთ destroy-ს. დავაჭირეთ destroy-ს, ჩამოვშალე და ქვემოთ არის destroy განყოფილება, აქ სხვადასხვა პარამეტრია კიდევ. კლასტერი წავშალოთ, აქ უშუალოდ კლასტერის სახელს შევიყვან, რომ დავადოს თუ რომ ნამდვილად ეს კლასტერი მინდა წავშალო. დაიწყება ამის წაშლა. პირდაპირ მყისიერად ეს როგორც მახსოვს მე არ იშლება, ცოტა დრო ჭირდება, მაგრამ ცოტა ხანში გაქრება კონკრეტ ეს კლასტერი და შეგეძლებათ ამ პროექტის სუფთად ამოშლაც. აი ფულები, დროპლეტები, რესურსები, რაღაცები ჩანს, რა ისინი არ გვაინტერესებს.
აი ეს ყველაფერი მოიშლება, activity-ში თუ გადახვალთ, აი, აქ ყველა აქტიურობას გვიწერს ისტორიას, რა წაიშალა, რა პროცესია და ასე შემდეგ. სადეთ, მოკლედ, მე ამით აქ, ესე იგი, ამით დავასრულებ, იმიტომ რომ აწყობა ვნახეთ, წაშლაც ვნახეთ, შიგნით რა ხდება ვნახეთ, რეალური Kubernetes კლასტერი ავწიეთ, ასე ვთქვათ. გავუშვით, ხო, სწორად რომ ვისაუბროთ და ჩვენივე აპლიკაცია, რაც აწყობილი ქონდა, არა ლოკალურად, არამედ გარე სივრცეში, თელს ინტერნეტში განვათავსეთ, ხო, შეიძლება ასეც ვთქვათ, არ დაგავიწყოთ უბრალოდ მე წაშლა თანხები არ დაგეწერთ. მოდით ამით დავასრულოთ და მოკლედ გაითვალისწინეთ რომ თუ ეს კიდე დააწყოთ, ცოტა გადასახადი იქნება აი ამ იგივე DigitalOcean სერვისისთვის, სხვანაირად არ გამოვა. სამაგეროთ რეალური IP მისამართი იქნება, რეალური კლასტერი და ინტერნეტში იქნება ყველასთვის ცნობადი იმას, რასაც გავუშვით. ამით გევშვიდობებით, კარგად, ბრძანდებოდეთ.